მეტრო დიდუდიდან დინამო სტადიონი ხო იცით? დიახ. დინამო სტადიონის მიმართულებით ჩემო კარგო, აი ვითომ რევერსული მოძრაობა გვაქვს, სადაც ტრანსპორტის სამოძრაო ზოლების გადართვა ხდება ავტომატურად შუქნიშნის საშუალებით. ამ მონაკვეთს მართავს ერთი ინსპექტორი, ეს პოლიციელი 112-დან. თქვათ, 112 ხო იცოდაც რა. ლოცობიძეზე თექსტი ეძახია. იქიდან აკვირდება კამერებით რა ხდება. დილით დიდუბეში ძალიან ბევრი ტრანსპორტი დაგროვდა და ადგა ამ პატრონმა 4 ზოლად გამოუშვა 4 მიმართულება. გაიგე დინამოსკენ 4 ზოლად. შემდეგ დინამო სტადიონთან გარკვეულ პერიოდში აქ ერთი ზოლი მოდიოდა და აგროვდა ბევრი მანქანები, გაიჭედა მოძრაობა, აქ კიდე შეთხელდა ნაკადი. აქედან აღარ მიდის დინამოსკენ. ამიტომ აი აქ აუნთო უყურე ეკრანს უყურე. ხედავ გადადი მარჯვნივო. მარიამ, ხედავ ეკრანი დაანახე უყურე. ხედავ დამაზო. გადადი მარჯვნივო, ხო? უყურე გადაგიშვა აქედან მარჯვნივ. აი და ყველა ეს ტრანსპორტი უყურე ავტომატურად გადმოვიდა პირველ ზოლში. ეხლა აქედან გამოუშვა მეორე ზოლი, მესამე ზოლი, მეოთხე ზოლი. გაიგე, ეხლა აქედან წამოვიდა. ესენი ყველა გადავიდა პირველ ზოლში და ეხლა ეს იქიდან წამოვიდა ნაკადი. 4 ზოლი ნაკადი. თუ შემდეგ იქ შემცირდა და აქ ისევ მოემატა, ეხლა ამათ ვეთქვის გადადი მარჯვნივო. აი ყვითელი ზოლი როა, მაგრამ ყვითელი ის არის. გადადი მარჯვნივ და ახლა ამათ გადმოიყვანს ისევ პირველ ზოლში, გამიგე და ისევ აქედან წამოვა სხვა ნაკადი 4 ზოლად. ამას ქვია რევერსული, ანუ ავტომატური გადართვა საგზაო ესე იგი ზოლების ყოველგვარი ვიღაცის ჩარევის გარეშე. კამერაში ხედავს ეს პატივცემული 112-დან და იქიდან არეგულირებს ამ ტრანსპორტის მოძრაობას, რომ საცობი არ გახდეს.